ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსის მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე 6 მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა. ისრაელისა და ყველა ერის ისტორიაში ჩაიწერება როგორც სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისთვის. ჩვენმა მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს. ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ. ამ ნაბიჯებმა ირანი მოკლევში ბირთვული იარაღის შექმნასთან უფრო ახლოს მიიყვანა. ჩვენ არ შეგვიძლია ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ, რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ, როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს და უჯერებას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი. ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის დროს მტრის ტერიტორიაზე ჩვენმა პილოტებმა ირანის სხვადასხვა რაიონის სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს დაუმიზნეს. ისრაელის საჰაერო ძალების პილოტები მამაცურად მოქმედებდნენ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიიდან 1000 კილომეტრის მანძილზე. ნიკა გვარამია დაკავებულია კოალიციას ცვლილებებისთვის. ლიდერი გარკვეული პროცედურების გასავლელად ჯერ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც რუსთავის სასჯელ ახსულების დაწესებულებაში დააბრუნეს. ადგილზე ის თავად მივიდა, მას შემდეგ რაც მოსამართლე მას პატიმრობა შეუფარდა. სხდომას ის არესტირებოდა. მას 30,000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც არ გადაიხადა. ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს დილით გამოაცხადა. სხდომას კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერი არესტირებოდა, მას გირაო არ ჰქონდა გადახდილი. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. საქართველოს სასამართლოს კოდექსის 359 უხლის თანახმად. თქვენ გაქვთ ადვოკატის სკოლის უფლება, რომლისა და კითხვების შესაძლებლობა. ამ თავის შეკავების უფლება, უფლება არ დაიბრალო დანაშაული, ყველაფერი რასაც ითქმის შესაძლებელია გამყინული იქნეს სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ. ოლიგარქია უნდა დაემხოს. დიდება საქართველოს. ეხლა გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. პოლიციის სამმართველოში გარკვეული პროცედურების 12 დაწესებულებაში მოიყვანეთ. ისახი ხდიდა რა. 12 დაწესებულებაში ჩვენ უკვე დიდი ხანია ესეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ და არ აქვს მნიშვნელობა სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით ციხეში, გარეთ, საზღვარგარეთ თუ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ ნიკასთან და სხვა პატიმრებთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომელსაც ეს უნდათ და ვისაც ეს არ უნდა და ვინც ვერ ხვდება, რომ გუშინდელი მათ ეს განაჩენით ქვეყანას გამოუტანეს განაჩენი, ისინი იქნებიან სიგნალის უსწრულში და არა ეს პატიმრები, არა ნიკა და არა სხვა ბავშვები, ვინც ახლა სასჯელს სრულიად უსამართლოდ იხდიან. გვარამია მივუარდება ამ ფარსში მონაწილეობაზე, სიმართლეობით მეც სიამოვნებით შეუერთდებოდი მისთან გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ მე ჩემი ფუნქციებიდან გამომდინარე იძულებული ვიყავი, რომ ყოფილიყავი აი ამ შენობაში გადაწყვეტილების მიღების დროს. ცხადია, წინასწარ არ ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეგრეთ წოდებული მოსამართლე ჩვენს ნაჭრებიას მიერ, რაც შეეხება
ინფორმაციას თავად მოსამართლეთან დაკავშირებით ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს მოსამართლე არის ნასამართლევი წლების წინ სამსახურებრივ დანაშაულზე და ბუნებრივია ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის არის იდეალური, იმიტომ რომ მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიტიკური ხელისუფლებიდან წარმოსული მითითებების შესრულებას და იქნება ბრმა და უსიტყვო აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისეს ხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა დღეს საქალაქო სასამართლოში. ჩვენება მისცა პარლამენტის თანამშრომელმა. მის ინფორმაციით პარლამენტის შენობის მიმართულებით ნასროლმა პიროტექნიკამ და სხვადასხვა ნივთებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საკანონმდებლო ორგანოს. ასევე სასამართლოს შენობა მისცა საქმის გამომძებელმა, რომელმაც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. შეგახსენებთ აღნიშნულ პირებს 2024 წლის დეკემბერში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ერთი პოლიციელი არ არის პასუხისმგებაში მიცემული. თქვენ გუშინდელი თქვენი განაჩენი. ჩვენ არამხოლოდ დეფიციტი არსებობდა სასამართლოს დობისა, როლანდე ჩამოვიდა ეს ნდობა. როგორ შეიძლება მე ვენდო სასამართლოს, რომელსაც შეუძლია ესეთი კაცრი სასჯელი გამოიყენოს 21 წლის ახალგაზრდის მიმართ. გუშინ მაგალითად 21 წლის სრულიად უწყინარი პატიოსანი ნათლის სპექტაკლი დაახლოებით ახალგაზრდა დაიხიეს და 20 წელიწად ნახევარი მიუსაჯეს. ან თქვენ მინდა კითხოთ ქალბატონო ნინო, როდესაც წლების შემდეგ შვილიშვილები კითხავენ, ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ბედი რომ წდებოდა, ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა და თავს წირავდა ამისთვის, შენს სადიყავი მაშინ რას უპასუხებ? შენს უშლები ამაშიო და სამშობლოს მომავლისთვის და მეთიდრეობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ციხეში უშვებდიო? არა უშავს, ადრეთულინა მათი აქედან გავა და თავაწეული გააღებს ციხის კარებს. და თქვენ რომ გადასამართლებენ, აუცილებლად გადასამართლებენ, აგუშინდელი და არა მარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო. თქვენ არ უნდა დაფასებთ, ასე თქვენთვის არ უნდა ვესწრებით. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ მომზადებული საჩივარი და მიმდინარე სასამართლო პროცესები პოლიტიკური შეფასებების თემაა. ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას ამგვარი მიზეზებით, არიან სწორედ ავტოკრატიული სახელმწიფოები, როგორადაც გვაქცია ქართულმა ოცნებამ ჩვენს. ეს არის წარმოუდგენელი რამ, იმიტომ რომ თავისუფალი სივრცე, თავისუფალი სიტყვა უნდა ბოლომდე ჩაახშონ და ამ საჩვენებელ მასკარადს და სპექტაკლ პროცესებს გვთავაზობენ პოსტებს გადავხედოთ, მოდი და ვნახოთ ჯერ ერთი შეურაცხყოფაზე ვინ საუბრობს. რუსულმა მოღალატეულმა ბანდამ იქამდე საქმე რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება უბრალოდ ბელორუსი კი არა, პირდაპირ ჩეჩნეთს, სადაც ეშინია რეჟიმს ნებისმიერი თუნდაც მკვახე სიტყვისა, ნებისმიერი თავისუფალი სიტყვისა, ნებისმიერი თავისუფალი აზრისა, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისა, ორგანიზაციისა, იქნება ეს არასამთავრობო თუ პოლიტიკური. ამიტომ აღარაფერი გასაკვირი არ არის ამ რეჟიმისგან. როდესაც ხარ ცნობარის სახე, როდესაც ხარ ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, როცა ბილსიტყვა, როცა შეურაცხყოფას აყენებ, როდესაც გამოდიხარ და არასრულყოფა ერთად დედას შეურაცხყოფას აყენებ და ამიხარ პოლიტიკოსი. ამასთან დაკავშირებით რაც არის კანონი, რომ დაჯარიმდეს, ესეც არ უნდა. ესე იგი, არა უნდათ რომ დაგინონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ფიზიკურად უძალადონ, მაგრამ აი თუ სასამართლოში, ესე იგი, ჯარიმას და ჯარიმა იყოს ადმინისტრაციული მეტრის სხვა და დაკავება რამდენიმე თვით თუ მოსამართლემ ეს ჩათვალა. ესე იგი, ესეც არ უნდათ რომ არ მისცეს საშუალება პროცესებს განვითარდეს აგრესიული მიმართულებით, სახელმწიფოები ღებულობენ ზომებს. მათ შორის არის ზომები აი ამ აგრესიისგან დასაცავად. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რასაკვირველი არც ერთი მიმართულებით ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სულ ეხლახანს გაასამართლეს არაერთი ადამიანი, თუნდაც გერმანიაში. ევროპულ ქვეყნებში ჩამოთვლილია სტატისტიკა, ვიცით რა ხდება. ეროვნული უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელოვანი თემა ის, რომ საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არ მოხდეს შეჯახება.
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს. გასაჯაროს ინფორმაცია, ვის და რა თანხით აფინანსებდა დიპლომატიური წარმომადგენლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის ინტერესის სფეროა ასევე მიმდინარე დაფინანსებებიც. პირველმა კანონმდებელმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნა. ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა. მიუმართავ ბრიტანეთის საელჩოს გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. ასევე მიმართავ ყველას, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია. ბრიტანეთმა თავისი ფული, თავისი საბიუჯეტო რესურსების სად და როგორ დახარჯოს მსოფლიოს მასშტაბი იცის გადასარევად კარგად. პაპუაშვილის წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია არ უნდა გაავითარდეს, არ უნდა გამხსნეს დემოკრატიული ინსტიტუციები, რომ არ უნდა არსებობდნენ, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და მთელმა მსოფლიომ იცის. მაგრამ ამ მოცემულობას ჩვენ ვერ შევეგუებით უბრალოდ, რომ საქართველოში არ იყოს დემოკრატია. ამ ადამიანებს, მათ შორის ბატონი პაპუაშვილის მიზანი რა არის, რომ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. დიდი ბრიტანეთი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეგობარი, რომელიც 3-10 წლებზე მეტია სრულ მხარდაჭერას უწევს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქართულ ხალხს. შესაბამისად, ეს ბინძური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება და რომელსაც ახმოვანებს ბატონი პაპუაშვილი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების წახალისებას. დღის წესრიგიდან ნებისმიერი შეკითხვა, ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება გამჭვირვალეობის შემთხვევაში. წარმოუდგენელია, რომ დემოკრატიული სახელმწიფო დიდი ბრიტანეთი ნებისმიერი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ნებისმიერი ფონდი დასაკურველია ყველანაირ პრობლემას მოხსნის დღის წესრიგიდან იმ ელემენტარული მოგწონის შექმნების შემთხვევაში, ასე ვთქვია, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა. თუმცა ეს ასე არ ხდება, საკუთრებული ლეგიტიმური კითხვაც შვება. ხომ შემოდის თანხები პოლიტიკურ ვერგზე. ან ისეთი თანხები, რომელსაც გამოგებენ პოლიტიკური პარტიები და არა დონაციის მიზნები ორგანიზაციები. წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც არის ძალიან რადიკალური და ძალადობრივი პროცესები ვითარდებოდა თბილისში, ზოგადად საქართველოში. სად მიემართებოდა ბრიტანეთიდან, ბრიტანელი გადასახადის გადახდების მიერ გადახდილი თანხები და რა პროცესები ფინანსდებოდა საქართველოში. ამაზე ღიად საუბარი არის ის საფუძველი, რა საფუძველსაც საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობები დგება და ამ ყველაფრის მიჩქმალვა ან კიდე პირიქით სურვილი, რომ ქვეყანაში დემოკრატია ჩამოანგრიო, დააფინანსო პროცესები, ბუნებრივია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ნორმალიზებას ხელს აუწყობს. ჩვენ წარსული გამოცდილებიდან არაერთხელ ნახეთ, რომ ერთი შეხედვით კეთილშობილური გაცხადებული მიზნების უკან აი ეს დაფინანსება, სამხედრო ცხოვრების დაფინანსება ხმარდებოდა ისეთ მიზანს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული რეალურად საკრებულო ხელშეკრულებებში. ის 4 ორგანიზაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ, ასევე ნახოთ გამოჩნდა, რომ პირდაპირ გამიზნული მიზანი ჰქონდათ, რომ დაფინანსება გაცემულიყო ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ მათ მიზანი იყო არჩევნების ჩაშლა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები არა მარტო ამ დაფინანსებასთან, არამედ სხვა დაფინანსებებთან დაკავშირებით. ძირითადად თანხები, რომელიც შემოდიოდა უცხოეთიდან, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რა თქმა უნდა, ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. კი, ეს იფუთებოდა იმით, რომ ვიღაცა ვითომ რაღაც კეთილ პროექტს აკეთებდა, ვიღაცებს ეხმარებოდა, მაგრამ 90% თანხების მიდიოდა რევოლუციურ სცენაში, მიდიოდა ზიზგის კამპანიაში, საზოგადოების გახლეთვის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ეს არის მოცემულობა და რეალობა სამწუხაროდ. მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად შეიცვალა როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა ინფრასტრუქტურა. დედაქალაქში დაგეგმილ ამ და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დღეს კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის მერის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც რამდენიმე თვის წინ გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, საგზაო სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამები, რითაც ვეხმარებით თუნდაც სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა საჭიროებები გააჩნიათ. მინდა დღეს მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან მაგარ, ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრამაზე. სულ მალე საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი. ეგრეთ წოდებული შესაძლებლობების კარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით გამოიყენება ძალიან აქტიურად და მასში 9 მილიონამდე ახალგაზრდა არის გაწევრიანებული. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა, მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე და ამისთვის ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და დღეს შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია. იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალგაზრდებისთვის, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის პარკლებში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის წლევანდელი წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს და გამოიყენოს აღნიშნული ბარათები. ევროპული ახალგაზრდული ბარათი გახდება საქართველოში პირველი ფასდაკლების შესაძლებლობის კარდი, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ 30 წლამდე ახალგაზრდას მიცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნების და საინტერესო გამოცდილების მიღებისთვის. ევროპის მასშტაბით ათასობით ფასდაკლება უკვე ველოდება ქართველ ახალგაზრდებს. ადგილობრივ ფასდაკლებათა ნუსხა დღითიდღე იზრდება დაინტერესებულ კომპანიათა რიცხვი და მათი ჩართულობის სურვილი აღნიშნულ პროგრამაში. ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამა თბილისის მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშემწყობი ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა იქნება. ბარათების ფართო მასშტაბით გაცემა 2025 წლის შემოდგომიდან დაიწყება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაციას, გავაკეთებთ დიდ პრეზენტაციას, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ და დეტალურად ვისაუბრებთ აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა და იმ ბენეფიტების გამოყენება, რაც აღნიშნული ბარათებით არის შესაძლებელი. მინდა შევეხო ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტსაც დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზის ნაწილი ჩაინგრა, იცით, რამდენიმე თვის წინ აღნიშნული პროგრამა, აღნიშნული პრობლემა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია აღდგენის ნაპირსამაგრი და საგზაო სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. საგზაო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო დროებით, აღდგენილია და გადაადგილება ორმხრივად თავისუფლად შეზღუდვის გარეშე არის შესაძლებელი, თუმცა პროექტი, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული. უბრალოდ მინდა გავიხსენოთ და კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. შემთხვევის პრობლემა, როდესაც დაფიქსირდა, მაშინვე თბილისის მერიის შესაბამისო სამსახურებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება. გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გატარდა უსაფრთხოების პირველადი ზომები.
პარალელურად გადაუდებელი წესით დაიწყო საპრევენციო აღდგენითი შესაბამისი სამუშაოები. პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს. კვლევა მაჩვენა, რომ გზის ჩანგრევა გამოწვეული იყო გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით, დამატებით ზემოქმედებას ახდენდა მტკვრის ჰიდროდინამიკური გავლენა ნაპირ დაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა. ეს იყო ის პრობლემა, რამაც გამოიწვია აღნიშნული დაზიანება. ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით საჭირო ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია, კერძოდ კალაპოტში დროებით შეიტანის ლოდები და ბეტონის ბლოკები, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მოეწყო ხიმინჯები, აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი, დღეიდან მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. დარჩენილია, რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოს, როდესაც მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ პროექტი ბოლომდე არ არის დასრულებული, რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოებს, დინარის მხარეს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რკინა-ბეტონის ფარდის მოწყობა, ბეტონის ბლოკების ამოღება დინარის კალაპოტიდან, ის რაც დროებით მოგვიწია ჩაყრა იმისთვის, რომ დინარე აგვერედებინა იმ პრობლემურ მონაკვეთს, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა კალაპოტიდან ამოღებული იქნება ყველაფერი, მოეწყობა ასევე ხიდის მოაჯირები, რაც ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია. აღნიშნული სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ, სავარაუდოდ ივლისის ბოლოსთვის მოხერხდება უკვე მთლიანად პროექტის დასრულება, იმ ბეტონების ამოღება მტკვრის კალაპოტიდან, გასუფთავება, შესაბამისი მოაჯირის მოწყობა და რა თქმა უნდა იმ კედლის მოპირკეთება. დღეს მეხანძრე მაშველეს დღეა, მათ პროფესიულ დღეს ულოცავენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე მაშველებს ულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითო ამ ადამიანების თავდაუზო გავიშრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან სხვათა გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიხონ. ქეცვიხრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე მაშველების თავდადების და უღალავი შრომის. მსურს მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უნებლად დაბრუნება ვუსურვო. ძვირფასო მეხანძრე მაშველებო, გულითად ადგილოცავთ პროფესიულ დღეს. თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ამასთან ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც პროფესიონალებთან ერთად უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას, თქვენს ყოველდღიურ შრომას, მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიის მნიშვნელობას, სამსახურს, რომელიც გმირობას, სიმამაცსა და თავგანწირვას გულისხმობს. მეხანძრე მაშველებო, თქვენი ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებული დაფასების ღირსია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს. გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებებს.